ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ოჯახი არის საუკეთესო მდგომარეობაში რა. ამ დროისთვის, მარტის ბოლოსთვის, ბაზალეთში ფუტკარი არის განვითარებული დაახლოებით, აი რო გადავთვალოთ 3, 6, ნუ 10 ჩარჩოდებს და 11, მაგრამ 8-9 ჩარჩოზე გაფავესა ფუტკარი არის. ფუტკარი ფარავს ბუდეს. ჩვენთან სეზონი იწყება ისაღება სხლის ყვავილობის მიხედვით, ანუ დაახლოებით ესე აპრილის შუა რიცხვებში და აპრილის შუა რიცხვებისთვის ეს ოჯახი იქნება იდეალურ მდგომარეობაში. ბაზალეთში, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან დაახლოებით 900 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, გაზაფხული დედაქალაქზე ოდნავ გვიან დგება. თუმცა პირველივე მზიან დღეს, როგორც კი დათბება, აყვავებულ ხეხილს შორის ჩამწკრივებული სკებიდან მომავალი ხმაურიანი ბზუილი მიგვანიშნებს, რომ ფუტკარი ნექტრის შესაგროვებლად ემზადება. ჩაჩოზე გვა გადაბეჭდილი ბარტყი. ეს არის გადაბეჭდილი ბარტყი. აი ფეხგუნდები დააკვირდით ფუტკას როგორ აქვს. ეს არის ყვავილის თორე, ეხლა ყვავის შინდი, დაიწყო ჭერამა ყვავილობა და თანათან მოყვება ხილი. ეს არის ბარტყი და აი ნაპირებში არის თაფლი. დასავლეთ საქართველოში შარშან ახალი დაავადება ტროპილი ლაფსოზი გავრცელდა, რომელსაც ფუტკრის პარაზიტი ტროპილი ლაფსი იწვევს. სპეციალისტების შეფასებით ტროპილი ლაფსოზი საქართველოში ადრე გავრცელებულ ვაროატოსზე გაცილებით უფრო სახიფათოა. 2.5-ჯერ პატარაა ფიზიკურად, მაგრამ რამოდენიმეჯერ უფრო სწრაფად მრავლდება, უფრო დიდ ზიანს აყენებს ფუტკარს. დაფიქსირებულია ჯერჯერობით დასავლეთ საქართველოში, გურია, იმერეთი, სამეგრელო, მაგრამ მოიწევს აქითაც და ახლა მაგას ვერ შევაკავებთ, რა თქმა უნდა, უბრალოდ ვისწავლოთ როგორ გავუმკრავდეთ ამ შემოტევას, რომ ფუტკარი შევინარჩუნოთ. ეს არის ძალიან დიდი საშიშროება, რომელშიც სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე ძალიან გაგუჭირდება. ფუტკრის რაოდენობა შეიძლება კატასტროფულად შემცირდეს, თავისთავად აისახება პროდუქციაზეც მერე. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც საქართველოში წლების განმავლობაში საუბრობენ, თაფლში აღმოჩენილი ანტიბიოტიკებია. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2024 წლის ბოლოს შემოწმებული თაფლის 100 ნიმუშიდან 5-ში აკრძალული ანტიბიოტიკების ნარჩენები, მეტრონიდაზოლი, ქლორამფენიკოლი და ტეტრაციკლინი გამოვლინდა, რაც 7-8 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. საერთოდ 0% უნდა იყოს, მაგრამ ევროპასთან შედარებით, აი ჩვენ განვითარებულ ევროპასთან შედარებით არის საუკეთესო მაჩვენებელი წარმოიდგინეთ. 5% არის ძალიან მცირე. მაგრამ უბრალოდ ჩვენთვის ბევრია იმ თვალსაზრისით, რომ წინა წლებში ჩვენ ქონდა 1%-იანი დანაგვიანება. მაშინ, როდესაც უყურეთ 2018-19 წლებში 56%-მდე იყო დანაგვიანება და გაერთიანების და მეფუტკრების მეშვეობით და ახსნით, რომ ეს ანტიბიოტიკი მხოლოდ მავნებელია და სიგეთ სარფს არ მოიტანს, მივიღეთ ის, რომ 56% 64 წელიწადში ჩამოვიდა 2%-ზე, მერე 1%-ზე. მაგრამ ახლა რატომღაც მოხდა ისე 5%-მდე ასვლა. მე ვამბობ, ეს არ არის საგანგაშო, მაგრამ უბრალოდ არ არის კარგი, რომ ზრდადი პროცესია. მაგრამ აქ მეორე მხარეც არის. არ შეიძლება ამით ჩვენ აჟიოტაჟი ავტეხოთ და არ იქა მეფუტკრები არიან ხალხის მტრები და თაფლი, ისედაც თაფლის მოხმარება შემცირებულია. ჩვენ ამის წავით თაფლი არ პირიქით, თაფლი უნდა ვჭამოთ. თაფლი არის საუკეთესო პროდუქტი. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ 2025 წლის მარტში გამოქვეყნებული დოკუმენტის თაფლის უვნებლობის კონტროლის თანახმად მიღწეული პროგრესის მიუხედავად მეწარმეთა დიდი ნაწილი სურსათის უვნებლობის საბაზისო მოთხოვნებს კვლავაც ან ვერ აგმაყოფილებს. სახელმწიფოს კი სურსათის ბაზრის ეფექტიანი კონტროლისთვის საკმარისი რესურსი და мотиваცია არ გააჩნია. ჩვენთან ძალიან ესეთი პრიმიტიული სტერეოტიპია გავრცელებული, რომ გლეხური პროდუქცია ნიშნავს ორგანულს და სუფთას და ნატურალურს. სინამდვილეში სამწუხაროდ მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში სოფლის მეურნეობა წარმოუდგენელია სხვადასხვა ქიმიური პრეპარატების გამოყენების გარეშე. არის მთელი რიგი ანტიბიოტიკების, რომელთა გამოყენება საერთოდ დაუშვებელია სურსათში. და ეს სწორედ ესეთი აკრძალული ანტიბიოტიკები იყო აღმოჩენილი თაფლში შარშან. თავისთავად არ არის მაღალი რიცხვი, მაგრამ აღმოჩნდა საკმაოდ გავრცელებული ბრენდების პროდუქციაში, რომლებიც იყიდება პრესტიჟულ და ფართოდ გავრცელებულ მარკეტების ქსელებში.
რა გზით შეიძლება მოხვდეს თაფლში ისეთი მედიკამენტი, როგორიცაა ანტიბიოტიკი? ამ კითხვით ევრონიუს ჯორჯიამ სპეციალისტებს მიმართა. არის ესეთი დაავადება ამერიკული სიდამპლე, რომელსაც ვთქვათ 70-იან წლებში მანამდეც იკურნებოდა ანტიბიოტიკებით. ანუ რა ხდებოდა ისეთ მაგრამ როგორც გაირკვა ამით დაავადება იფუთებოდა და ახდებოდა მისი დამარცხება. მაგრამ რაღაცა მეფუტკრე გამოსავალს პოულობდა ამით, ხო, რაღაც პერიოდით ინარჩუნებდა ფუტკას. ეხლა წარმოიდგინეთ პირდაპირ რეკომენდაცია, რომ თუ არის დაავადებული საკარანტინო დაავადება ამერიკული სიდამპლე, მეფუტკრემ უნდა განადგუროს არა მარტო ფუტკრის ოჯახი, ფუტკრის ჩაჭო ყველაფერი უნდა დაწვას. თქვენ როგორ წარმოგიდგენთ უბრალოდ მეფუტკრე, რომელიც მთლიანი შემოსავალი და მთლიანად დამოკიდებული ამ მსგავსზე, რომელსაც არ აქვს არანაირი საშუალება ან დაზღვეული ხონდეს ესკები, რომ ან სახელმწიფო დაეხმაროს, ამით ნაწილობრივ მაინც უნდა ზღაუროს. გამიგეთ და ეუბნებიან რომ შენ დაწვის შენი საფუტკრე ფაქტიურად თუ ეს დიდი გავრცელებაა რჩება არაფრის გამო და ამიტომ მას ურჩევნია რაღაცნაირად ისე გამოთქვას მას უბიძგებთ ჩვენ რომ მან ეს დამალოს მიცეს ანტიბიოტიკი და რაღაცნაირად შეფუთოს დაავადება და რაღაცნაირად გადაარჩინოს ფუტკარი მისი გაგებით ყოველ შემთხვევაში და მე ადრე თუ გვიან ამ თავს მიდის შემგროვებელი აქ დობის მომენტიც არის წლების განმავლობაში ურთიერთობა ქონდა ყიდულობს სამთავს რომელიც დაბინძურებულია და ეს ერთი დაბინძურებულმა თაფლმა შეიძლება ჰომოგენიზაციის პროცესში დააბინძუროს სხვა თქვათ იმ მეფუტკრეებისგან შეგროვებული თაფლი რომელიც არ ხმარობს ანტიბიოტიკებს და საერთო ჯამში სრულად ისე რომ მივიღეთ ანტიბიოტიკი დახლზე და ავუტეხეთ განგაში ავიღუპეთ რა აქნეს მეფუტკრეებმა დასახვრეტია სულ ასე არ არის რა ამიტომ რაღაც მექანიზმები უნდა იყოს რომ თვითონ მეფუტკრე დაცული იყოს ამ დაავადებისგან არავინ არა დაზღვეული მეფუტკრეთა გაერთიანების დამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე ამჟამად ფუტკრის რძისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების მიღება რეალიზაციითაა დაკავებული. მეფუტკრეები 30-მდე იმ პროდუქტის შესახებ გვიყვებიან, რომლებიც მათი განმარტებით თაფლზე უფრო სასარგებლოა. პროდუქტებს თუ დავალაგებთ ადამიანის სარგებლიანობის თვალსაზრისით, თაფლი აღმოჩნდა მე-10 ადგილზე. ფასის მიხედვითაც და ადამიანისთვის სარგებლიანობის თვალსაზრისით. მაგრამ არა პოპულარობის. არა პოპულარობის, იმიტომ რომ უწინ ამ პროდუქტების შესახებ ფაქტიურად არაფერი არ იცოდა. ფუტკრის რძე, დინდგელი და ყვავილის მტვერი ფუტკრის იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა სასარგებლო თვისებებზეც მეფუტკრეები სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ. საქართველოს მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარის თეიმურას ღოღობერიძის თქმით, ძველი ტრადიციული ტექნოლოგიით გამოწურულ თაფლში ბუნებრივად უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებები ხვდებოდა ვიდრე დღეს, რაც ტექნოლოგიურმა განვითარებამ მოიტანა. 2015 წელს საქართველოში თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა, რომლითაც აკრძალული ანტიბიოტიკების ნუსხა განისაზღვრა. მანამდე დაავადებებთან საბრძოლველად ამ პრეპარატების გამოყენება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა იყო. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მეფუტკრეთა ნაწილი ანტიბიოტიკებს პერიოდულად კვლავაც იყენებს. ორი დარგი არის ყველაზე კონსერვატული, ასე ვთქვათ, ამ ქვეყანაზე. ერთი ეს არის ფერმერები, გლეხები, სოფლის მეურნეობა და მეორე ექიმები. არაფრით ახლის მიღება იმის არ ჭირდება. იმათ აქვს გაიდლაინი იმას როგორ უყურნალონ, თქვათ. ფერმერსაც და იმას წლობით კი არა 1000 წლეული გამოცდილებით აქვს. ჩვენ ეს რა ქვია, სხვა შორის გავწყვიტეთ. მეფუტკრეობის დარგში არსებულ სერიოზულ პრობლემებს შორის ღოღობერიძე ვეტერინარების სიმცირესაც ასახელებს. მისივე განმარტებით ამ სფეროში ამოქმედებული ახალი რეგულაციების შესახებ თაფლის მწარმოებელთა დიდი ნაწილი სახელმწიფოს მიერ ინფორმირებული არ ყოფილა. გადაწყვიტეს მეფუტკრეების დაჯარიმება, რომ აი თქვენ არა გაქვთ შესაბამისი საწარმო სადაც თაფლსურავთ. და ეს კანონი მიღებული იყო თითქმის 5-6 წლით ადრე და მოთხოვნა არ მიიტანეს ეს მეფუტკრეებამდე, რომ გამოიფრთხილეთ ყურები, რამოდენიმე წლის შემდეგ თქვენ იძულებული იქნებით, რომ იმ პირობებს აკმაყოფილებდეთ, რაც ევროპაში არის. ევროპა რა უცებ გახდა კათოლიკე? დიდი პერსპექტივაა, რომ ადვილად გავიდეს ევროპაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს ორი შემაფერხებელი გარემოება. მცირე მეურნეობები არის, ამიტომ თაფლის ერთგვაროვნების თვალსაზრისით შეიძლება კარგი მეფუტკრეები 10 ტონამდე თაფლს იღებენ და 20-ს, მაგრამ ეს არის რამოდენიმე სხვადასხვა თაფლი ან მათი ნარევი. ევროპაში კიდე უნდათ, რომ ის თაფლი, რომელსაც თქვენ შეიტანთ, თქვათ აკაციის პირველ პარტიას და 1 წლის მერე წლის ბოლომდე აძლევს, თქვათ 20 ტონას, იმაში რა ქვია, თვეში ერთხელ ან 40 ტონას. ესეთი დიდი პარტია თავიდან რაც იყო, ზუსტად ის იყოს ბოლოს. ამიტომ ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან მოვიკოჭლებთ. ქართული თაფლი ევროპაში პირველად 2016 წელს შევიდა.
როგორც მეფუტკრეები ყვებიან, ძირითადი მოთხოვნა ამ პერიოდში აკაციის თაფლზე იყო. თუმცა მომდევნო წლებში აკაციის ყვავილობას უამინდობა დაემთხვა, რამაც მოსავლიანობა მკვეთრად შეამცირა. ქართული თაფლი ევროპულ ბაზარზე ჩინურმა ჩაანაცვლა. შესაბამისად, საქართველოდან ექსპორტი შემცირდა. სახელმწიფოს მიერ თაფლის ნიმუშების კვლევის პროცედურის ხარვეზებზე საუბრობენ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში. ჩვენც ახლა აღმოვაჩინეთ და არ ქონდა ეს ადრე აღმოჩენილი, რომ სააგენტო, როდესაც თაფლის ნიმუშებს იღებს ბაზრიდან, ყიდულობს ამ ნიმუშებს, რატომღაც მხოლოდ თვეების შემდეგ მიაქვს ლაბორატორიაში შესამოწმებლად. არადა გამოდის, რომ ის მავნე ნიმუშები დაუბრკოლებლად ჩვეულებრივად იყიდება ბაზარზე. წარმოიდგინეთ, რომ ივნისში ნიმუში აიღო, ივლისში ნიმუში აიღო, იქ გამოვლინდა რაღაც დაბინძურება და დეკემბერში, წინა საახალწლო პერიოდში გამოავლინა, აქვს ხელთ ეს ლაბორატორიის კვლევის ოქმი და გამოავლინა დარღვევა. და უნდა დაავალოს ავალებს ბიზნეს ოპერატორს, რომ ამოიღოს ქსელიდან, ესე იგი, ეს იგივე პარტიის ყველა ნიმუში, ხო? ეს ჯერეთი ბევრი ნიმუში ალბათ უკვე გაყიდული და მოხმარებულიც არის და არა აქვს პრაქტიკა სააგენტოს, რომ აი ლაბორატორიული კვლევის შედეგად რომ დაადგინა, რომ ეს პროდუქცია არის დაბინძურებული და ბაზრიდან როცა იღეს, პარალელურად უნდა გამოაქვეყნოს განცხადება, გაფრთხილება მოსახლეობის მიმართ, რომ თუ აღმოაჩინეთ, თქვენ გაქვთ შეძენილი ან სადმე იყიდება აი კონკრეტულად ეს პარტია, არ მოიხმაროთ, არ შეიძინოთ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საქართველოში ჩატარებული ბოლო აღწერის მიხედვით ქვეყანაში 600,000-ზე მეტი გლეხური მეურნეობა არსებობს, რომელთაგან დაახლოებით 14,000 მეფუტკრეობითაა დაკავებული. როგორც კობალაძე განმარტავს, სახელმწიფო კონტროლი მათ უმეტესობას არ ეხება. სააგენტოს მიერ განხორციელებული ეს ლაბორატორიული შემოწმებები ეხება ეტიკეტირებულ პროდუქციას და არა გლეხების მიერ წარმოებულ პროდუქციას, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული და რომელიც არა ეტიკეტის გარეშე იყიდება. სააგენტოს მონაცემთა ბაზები ძალიან ჩამორჩება რეალურ სურათს, ანუ რამდენი მეწარმეა, რამდენი მწარმოებელი თუ ფერმერი თუ რამდენი რეალურად სკა არის, რომელიც უნდა გააკონტროლოს. ეს კონტროლის მასშტაბები არის ძალიან მცირე. სიტუაცია არ იცვლება. წლების განმავლობაში გრძელდება ესე. და мотиваცია ბიზნეს ოპერატორებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილონ, აქვთ ძალიან ნაკლები, იმიტომ რომ პარალელურად მათ გვერდით არსებობენ სრულიად არარეგისტრირებული და სრულიად გაუკონტროლებელი ბიზნეს ოპერატორები, რომლებიც შეიძლება ასე ვთქვი, პირობითად დავარქვათ გლეხური მეურნეობა, თორე ჩვეულებრივად აწარმოებს ამა თუ იმ პროდუქციას და ყიდის. რას იყენებს, რა პრეპარატს იყენებს, როგორ ვთქვათ, აწარმოებს ამ თავის პროდუქციას, ნუ ეს სრულიად მასზე არის დამოკიდებული რეალურად. არარეგისტრირებული საქმიანობა არის კანონდარღვევა და არარეგისტრირებული საქმიანობა პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეს. და ამ კანონდარღვევასთან დაკავშირებით, ესე ვთქვათ, შესაბამისი უწყებები ახდენენ რეაგირებას. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ კვლევის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე და Facebook-ის გვერდზე, კანონით დადგენილი წესით ქვეყნდება. ბოლო 4 წლის განმავლობაში თაფლში დარღვევების მაჩვენებლები წლიდან წლამდე დაახლოებით ერთი და იგივე მაჩვენებელში მერყეობს, თუმცა თუ უფრო დიდ საანგარიშო პერიოდს თუ ავიღებთ, ჩვენ ვნახავთ, რომ რადიკალურად სხვა სურათი გვაქვს. შეცვლილი არის ვითარება, მაშინ როდესაც იყო ძალიან მაღალი პროცენტობის დარღვევების მაჩვენებელი, დღეს ერთეულ შემთხვევებზე გვაქვს შეუსაბამობა მხოლოდ. სურსათის უნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, სააგენტო სურსათის ნიმუშებს რისკზე დაფუძნებული კონტროლის მექანიზმით ამოწმებს. ამიტომ რაოდენობაზე ნაკლებადაა ორიენტირებული. ჩვენ ვიყენებთ საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებას კონტროლის დაგეგმვის ნაწილში და აი ამ რისკების გათვალისწინებით სააგენტო სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით არჩევს იმ ბიზნეს ოპერატორებს, რომ წინსწრებით, რომელთანაც უნდა დაიგეგმოს სახელმწიფო კონტროლი. 20 დღე, როდესაც სჭირდება კვლევას, ბუნებრივია იმ 20 დღის განმავლობაში ეს ამა თუ იმ სახეობის სურსათი ბაზარზე არის განთავსებული, მაგრამ კვლევის შედეგამდე მე ამოღება გამოთხოვის პროცედურას ბიზნეს ვერ დავალდებულებ. როდესაც კვლევის შედეგი მოდის, აი მოსვლიდან არა უმეტეს ერთ დღეში მე უკვე ეს პროცედურა დაწყებული მაქვს. იმ დღესვე თუ ეს შესაძლებელი იქნება, ჩვენ ვაორგანიზებთ უკვე ვგეგმავთ შემოწმების პროცედურას, რომელიც პირველ რიგში
მიმართულია იქითკენ, რომ მომხმარებელთან არ მოხდეს კონკრეტულად ის პარტია, რომელ პარტიაზეც არის საუბარი კვლევაში, რომ ეს არის დაბინძურებული. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ამოღება გამოთხოვის პროცედურის შედეგად კონკრეტული სურსათი იქნა ამოღებული, მაგრამ თუ იმ კონკრეტული პარტიის სურსათი უკვე სრულად არის რეალიზებული, რასაკვირველია ამ სურსათის ამოღება გამოთხოვა ვერ ხორციელდება. ანუ აქამდე ხედვა იყო ის, რომ ზოგადად გვინდა რომ კი სურსათის უნებლობა იყოს უზრუნველყოფილი და უახლოვდებით ევროკავშირს და ამ რეგულაციებს ვიღებთ, მაგრამ მე ამას აღსრულება ხო ჭირდება. ჩაკეტილი წრეა ჩამოყალიბებული. მეწარმეთა დიდ ნაწილს არ შეუძლია არ სურს უნებლობის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ სათანადოდ გააკონტროლოს სექტორი. და საზოგადოების მხრიდანაც არ არის საკმარისი დაკვეთა სახელმწიფოს მიმართ, იგივე ბიზნეს ოპერატორების მიმართ, რომ უკეთესად დააკმაყოფილონ უნებლობის მოთხოვნები. და ამ ჩაკეტილ წრეში ვტრიალებთ. ევროკავშირთან დაახლოების პროცესში დაიწყო მთლიანობაში ამ სურსათის უნებლობის კუთხით რეფორმების განხორციელება საქართველოში და ბოლო პერიოდამდე გრძელდებოდა ეს ყველაფერი. ეს იყო ძალიან სერიოზული სტიმული და ბევრი მთლიანად რეფორმა ხორციელდებოდა სწორედაც ამ ეგიდით. ამას ახლდა თან ძალიან დიდი დახმარება როგორც ევროკავშირის, ისე სხვა დასავლელი დონორების მხრიდან. და ამ სიტუაციაში, როდესაც ფაქტობრივად აღარ არის საქართველოსთვის პრიორიტეტი ევროინტეგრაცია, დახმარებაც შეწყდა სახელმწიფოს მიმართ. დასავლეთის დახმარება ძალიან რთულად წარმოსადგენია თუ როგორ შეძლებს ქვეყანა მიღწეული შედეგების შენარჩუნებასაც კი არათუ შემდგომ განვითარებას. საქართველოდან ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის ექსპორტი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გახდა შესაძლებელი. ეს დოკუმენტი თავის მხრივ ასოცირების შეთანხმების ნაწილია. შესაძლებლობის ეს ახალი ფანჯარა ეკონომიკურ სარგებელთან ერთად კვლავაც ხარისხის გაუმჯობესების ერთადერთ საშუალებად რჩება.